იმისათვის, რომ იგრძნოთ თავი სამშობლოში, მე ნიცა გვერდწითელი ქართულ გულის ძახილზე გიამბობთ. შეხვდით მონატრებულ საქართველოს. ყოველ შაბათს გოგა GGG-ზე და კვირას 22 საათზე ტელეკომპანია თრიალეთის ეთერში. გადაცემაში გულის ძახილი. იგრძენი თავი სამშობლოში. მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გადაცემა გულის ძახილს, მე ამ გადაცემის წამყვანი ნიცა გვერდწითელი ვარ. გადაცემა გულის ძახილი მზადდება მედია პორტალი გოგა GGG.com-ისთვის და ეძღვნება ქართველ ემიგრანტებს. ასევე ჩვენი გადაცემა თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ყოველ კვირას 22 საათზე ტელეკომპანია თრიალეთის ეთერში. მინდა თითოეული ქართველი ემიგრანტი ძალიან დიდი სიყვარულით მოგიკითხოთ და მალე გისურვოთ საქართველოში დაბრუნება. რაც შეეხება ჩვენს გადაცემას, ჩვენი გადაცემა, რა თქმა უნდა, აგრძელებს მოგზაურობას საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში. ახლა ჩვენ ჩამოსულები ვართ სამცხე-ჯავახეთში და უნდა გიჩვენოთ ერთ-ერთი ყველაზე ისტორიული ძეგლი, რომელსაც ვარძია ეწოდება. მინდა შეგახსენოთ და გითხრათ, რომ შეგიძლიათ შემობრძანდეთ ჩვენი Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე, ქართული შრიფტით აკრიფოთ გადაცემა გულის ძახილი, მოიწონოთ ჩვენი გვერდი და ნებისმიერი სახის შეტყობინება დაგვიტავოთ. ჩვენ თითოეულ თქვენს წერილს გავეცნობით ყურადღებით და აუცილებლად გავითვალისწინებთ თქვენს რჩევებს. ახლა დრო არის რომ წავიდეთ და ერთად დავათვალიეროთ ვარძია. ჩვენ უკვე შევდივართ ვარძიაში და მეგზრობას გაგვიწევს ლევან ზაზაძე. მოგესალმებით ბატონო ლევან, უღრმესი მადლობა რომ დაგგვთანხმდით და იქნებით ჩვენი გიდი დღევანდელ დღეს. აქვე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი გადაცემა ეძღვნება ქართულ ემიგრანტებს. თუ ყავთ ქართული ემიგრანტები, შეგიძლიათ მოიკითხოთ ან თავად უყოფილ ხართ? ემიგრანტები არავინ არ ამყავს, მე ახლობელი. ბედნიერი ადამიანი ბრძანდებით მაშინ. სხვა ქვეყანაში. ამიტომ ყველა მოვიკითხავ, მაგას არ აქვს მნიშვნელობა, ისინი არ არიან ჩემი სისხლით ნაცავი, მაგრამ ისინი ჩემი თანამომრავლეები არიან. ამიტომ ყველას აქედან სალამს უძღვნი. თხოვთ რომ არ დატოვონ ეს ქვეყანა და გარკვეული წლების შემდეგ ისევ დაუბრუნდნენ თავის სამშობლოს საქართველოს. კი, მათი სურვილი და უცნობა სწორედ ეს არის, მაგრამ ვიდრე დაუბრუნდებიან იმ ადამიანებს, რომლებსაც ვარძია არ აქვთ ნანახი, მოდით ერთად ვუჩვენოთ და ასევე ვისაც აქვს ნანახი, მაგრამ რაღაც გარკვეული სიახლეებია, შეგვიძლია ამ სიახლეებზეც ვესაუბროთ. მაშინ წავიდეთ და დავიწყოთ დათვალიერება. იცით, ვარძია მე-12 საუკუნის ძეგლია, ხოლო მიწისძვრა ამ რეგიონში, ჯავახეთში, ანუ საქართველოში მე-13 საუკუნის დასასრულს 1293 წელს მოხდა. და შემდეგში მე-13 საუკუნის შემდეგ, ასე იგი ამ ნაწილის, ანუ დასავლეთ ნაწილის აღდგენა აღარ მომხდარა და ამიტომ თქვი რომ უამრავი ოთახებია დამარხული დასავლეთ ნაწილში მონასტრის. ვარძია იცით რომ მდებარეობს ისტორიულ მხარე ჯავახეთში. ჯავახეთი ეს ტერიტორია არის შემავალი მესხეთში. მესხეთი, ასე ვთქვათ, დიდი მცნებაა და მესხეთში შედიოდა შემდეგი ეთნოერთეულები, ანუ რეგიონები. მაგალითად, სამცხე, ჯავახეთი, ერუშეთი, შავშეთი, ტაო, კლარჯეთი, არტაანი, ყოლა, სპერი და აჭარა. აი მთლიან იმას ეთქვა მესხეთი და მესხეთი იწყებოდა ტაშისკარიდან, ანუ დღესაც იწყება ტაშისკარიდან და ოდესღაც მთავრდებოდა კარნუქალაქამდე, ანუ ეზრუბამდე. ესე იგი დიდი ტერიტორიას მოიცავდა მესხეთი. მესხეთი იმ დროისათვის მოიცავდა დაახლოებით 230,000 კვადრატულ კილომეტრს და ამჟამად ჩვენ შემადგენლობაში შემოდის მხოლოდ 7,115 კვადრატული კილომეტრი. ესე იგი ტაო-კლარჯეთის სახით 1918 წელს ბრესტ-ლისტოვსკის საზავო ხელშეკრულებით დავკარგეთ დიდი ტერიტორია. ვარძია, როგორც თქვით, მდებარეობს ისტორიულ მხარე ჯავახეთში.
ოთახთა ანსამბლი სიგანე 500 მეტროა, ხოლო სიმაღლე 104 მეტრაა. 13 იარუსად, 13 სართულად აკლდეში გამოკვეთილი ვარდის ოთახთა ანსამბლი. რა შეეხება ისტორიულ წყაროებს? და რამდენი ოთახია ეს? ამჟამად არის 450-ზე მეტი ოთახი და როგორც თქვით, დასავლეთ ნაწილში რამდენიმე ათეული ოთახი დამარხული მიწის ქვეშ, მაგრამ ვარაუდით ძალიან უამრავი ოთახი იყო, ესე იგი მიწის დროამდე გამოკვეთილი ვარძიაში, გამოკვეთილი კლდეში. დაახლოებით 2500-დან 3000-მდე ოთახი დაახლოებით ეს ვარაუდია, რომ უფრო მეტი უამრავი ოთახი იყო, ესე იგი გამოკვეთილი მიწის დროამდე, ესე იგი ვარძიაში. ხო, ცნობები რაც შეეხება ისტორიული ცნობები ვარძის შესახებ, ეკუთვნის თამარის ისტორიკოსს. ეს არის წიგნის ავტორი ისტორიან დაზმანი შარვანდეთანი. ის გვაწოდებს პირველ ცნობებს, რომ ვინ იყო ქტიტორები ან უმშენებლები ვარძის და ყვები ძალიან მოკლედ, რომ ვარძის მშენებლობას იწყებს გიორგი მესამე, მან სრულ ვერ ყო, ასეთ ცნობას გვაწოდეს ისტორიკოსი და სიკვდილის შემდეგ, ესე იგი თამარი აგრძელებს ვარძის მშენებლობას და თამარის მეფობის დროს იცვლება, ესე იგი ასე ვთქვათ, გეგმა და შემდეგში თამარის ბრძანებით იქნა აგებული მოხატული მთავარი ტაძარი და შემდეგში აქ დაარსებული გრანდიოზული სამონასტრო კომპლექსი. ვარძის მშენებლობა დასრულებულია ბასიანის ბრძოლების წინ. ბასიანის ბრძოლა ვიცით 1203 წელს მოხდა რუმის სულთანის რუქნადინის წინააღმდეგ. ესე იგი ჩვენ ვიცით რომ 1203 წელს ვარძია მზადაა, მაგრამ ამ ცნობას გიორგი მესამის ისტორიკოსი, ამ თამარის ისტორიკოსი გვაწვდის, რომ გიორგი მესამემ დაიწყო ვარძის მშენებლობა თარიღი არუზის. ამიტომ პირობითად ვათარიღებთ ვარძის მშენებლობას, როცა გიორგი საქართველოს მეფედ გახდა. 1156-1203 წლით თარიღდება ვარძის მშენებლობა. მშვიდობიან პერიოდში ვარძიაში ცხოვრობენ და მოღვაწეობენ ბერები. თავისი არსებობის მანძილზე ვარძია ითვლებოდა შეუვალ სამეფო მამათა მონასტრად. ხოლო მტრების შემოსევის შედეგად მოსახლეობა იხიზნებოდა. შეიძლებოდა ვარძიაში მოთავსებულიყო ვარაუდია 45-დან 50000-მდე კაცი. ესე იგი ვარძია იყო როგორც თავშესაფარი ციხე-ქალაქი, მასთან ერთად მონასტერი. ამ მონასტრის კედლებში იწერებოდა სხვადასხვა ნაწარმოები და ამ მონასტრის კედლებიდან არის რაც იწერებოდა მხოლოდ ორი ნაწარმოები გადარჩენილი. იოანე შავთელის ვარძის ღვთისმშობლის საგალობელნი. დანარჩენს რა ბედიეთია? ეხლა გეტყვით მაგის შესახებ. იოანე შავთელი კაცი ფილოსოფოსი, რიტორი, აბდულ მესიანის ავტორი, რომელიც მე-12 საუკუნეში ბერად მოღვაწეობს და თქვი რომ მოხდა ბასიანის ბრძოლა. და დიადი გამარჯვების საპატისაცემლოდ ვარძის ბერმა იოანე შავთელმა დაწერა ვარძისა ღვთისმშობლის საგალობელნი, შემორჩენილი დღემდე. მეორე ნაწარმოები არის ვარძის ოთხთავი ანუ სახარება. 1551 წელს ვარძის მონასტერს იპყრობენ სპარსელები. ირანის შახი, სპარსეთის შახი, შაჰ-თამაზი. მათ მიერ იქნა განადგურებული, დაწვილი ამ მონასტრის ხელნაწერები. და იმ ხელნაწერებიდან გადარჩა მხოლოდ ერთი წიგნი. ოთხთავი ვარძის ანუ სახარება. ოთხთავი ანუ სახარება. შემდეგში იყიდებოდა სპარსეთში ბაზარში და ამ დროს სპარსეთში ყოფილა ქართლის მეფის შვილი იესე ბაგრატიონი, რომელსაც წიგნი შეუძენია დაუბრუნებია საქართველოში და შეუწიროს ვარძის მონასტრისათვის. 1999 წელს საქართველოს პატრიარქის ილია მეორეს როცა კურთხევით მთავარი ტაძარი იქნა ნაკურთხი და ამჟამად ვარძიაში ცხოვრობენ ბერები. მანამდეც კი ცხოვრობდნენ, მაგრამ ოფიციალურად მაგ დაახლოებით 3-4 ბერი ცხოვრობს და მათთან ერთად არიან მორჩილები. საკმაოდ პატარა რაოდენობა არის თუ გადავსადოთ. თავისთავად ცხადია, თუ შევადარებთ იმას, რომ ოდესღაც შეიძლება 700-დან 800-მდე ბერს ეცხოვრა ვარძიაში და ამჟამად 5 თუ 6 ბერია, თავისთავად ცხადია, მცირე რაოდენობაა
ბერების. დაახლოებით დღეში რამდენი დამთვალიერებელი სტუმრობს ვარძიას და ძირითადად ესენი არიან ადგილობრივი მცხოვრებლები, ანუ ქართველები თუ უცხოელებით? საქართველოს მოქალაქენი, ასევე უცხო ქვეყნიდან მოსული ტურისტებია, საკმაოდ დიდი რაოდენობის. არიან დიდი ჯგუფები უпроსორად პოლონეთიდან, მაგალითად, ძალიან დიდი ჯგუფები შემოდიან მაგალითად ისრაელიდან, ასე ვთქვათ, ერთი და ორი კაცი არა, მაგრამ გარკვეული რაოდენობით შემოდის ჯგუფები. არსებობს ინდივიდები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებიდან არიან. ბატონ ლევან, დაახლოებით რამდენი ხანი ჭირდება დამთვალიერებელს, რომ სრულიად მთელი ვარძია დაათვალიეროს და ნახოს? არის ახლა ჯგუფზე ეს ჯგუფზეა დამოკიდებული, არის ჯგუფი, რომელსაც აინტერესებს, დაინტერესებული ჯგუფი. ამიტომ როცა აინტერესებს ადამიანს, ძალიან ბევრი ინფორმაცია საწვდია ამ ადამიანებს. არის ჯგუფები, რომელსაც არ აინტერესებს და ძალიან მოკლე მიმოხილვით მაგალითად კმაყოფილდებიან და ასე შემდეგ. ეს თვითონ ასე ვთქვათ, დამოკიდებულია ჯგუფზე, ის როგორ არის დაინტერესებული. დაინტერესებ ჯგუფი, რომელიც საკმაოდ აინტერესებს, თქვა ერთი დღე ჭირდება ალბათ, ხო, რომ არა, ერთი დღე არა ჭირდება, მაგრამ გარკვეული დრო ჭირდება, მაგალითად 1 საათი თუ არის, 1 საათში ვერ ეტევი. და ამიტომ შეიძლება 1 საათზე მეტი 2 საათამდე იყოს გაგრძელდეს ხოლმე ის, რა ქვია, ექსკურსია, იმიტომ როცა გეკითხება ადამიანი, ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა უპასუხო. იმით არ უნდა შემოიფარგლო, რადგან 1 საათი გაქვს, ის აკადემიური 1 საათი გაქვს, ის ხანგრძლივ. რა ღირს შემოსვლა და ვარძიის დათვალიერება? არის 3 ლარის, ბავშვებზე 1 ლარის. არიან მაგალითად ისეთი საკმაოდ ხელმისაწვდომი თანხა ნებისმიერ ტურისტისთვის. ეხლა ისე ძვირი რომ ვერ გადაიხადონ. ეხლა უცხოელისთვის 3 ლარი არაა დიდი ფასი, ხო? მაგრამ მოსწავლებისათვის, სტუდენტებისათვის 1 ლარია. არის ისეთი ადამიანი, რომელიც ასე ვთქვათ, უზრუნველ მოკლებულნი, ანუ ვისაც არ აქვს ამისფლება, ის საერთოდ უფასოდ შემოდიან და ასე შემდეგ, ასეთი სხვადასხვა კატეგორიები აქვს. საქართველოში არსებობს 2 რუსთავი, ხო? ერთი ქალაქი რუსთავი, ანუ ბოსტან ქალაქი, რომელიც ანტიკურ ქალაქებს შორის მოიხსენიება. ხო, მეორე არის სოფელი რუსთავი, მესხეთის სოფელი რუსთავი, ხო? აი მაგალითად პავლე ინგორი ყო ამტკიცებს, რომ იგი ჰერეთის რუსთავიდან უნდა ყოფილიყო და უნდა იყო ჩამომავალი ბაგრატიონთა რომელღაც შტოსი. ეს ამას, მაგრამ ხალხური ზეპირსიტყვიერების გადმოცემით მესხეთის რუსთავიდან იყო შოთა რუსთაველი. მასთან ერთად იმას რო წეს წერ ვინმე მესხი მელექსეო, ხომ? ახლა ნაწილის ასე ვთქვათ კრიტიკოსების, ისტორიკოსების თვლიან, რომ სიტყვა შეიძლება ვიღაცამ ჩაურთო, შეიძლება ავტორის სიტყვებია, რომ მე მესხი ვარ და ვწერ ამ ნაწარმოებს, ხო? მაგრამ აი ხალხური გადმოცემა უფრო ახლოს დგას ამ ჭეშმარიტებასთან, სინამდვილესთან, იმიტომ რომ ესე იგი ბავშვობაში როცა სწავლას იწყებს, ის ასეთი ის არის ხალხური ლექსია ამ მესხეთში. შოთა რუსთაველიო აგარის მონასტერში გაამწესესო. აგარის მონასტერი სადაა ეს? ურავლის ხეობაში ეს აგარის მონასტერი, დიდი სამონასტრო კომპლექსია, სადაც ძველი ჯაყელები არიან დასაფლავებული. შემდეგშიო მან იყალთოში ისწავლაო და ბიზანტიაც დაამთავრო. ეს წარმოგიდგენი, იყალთოს აკადემიაში სწავლია და შემდეგში სწავლა გაუგრძელებია ბიზანტიაში. ამას ხალხური მესხური სარხული ზეპირსიტყვიერებით გადმოცემით ამობს ამას. ასე რომ რუსთავიდან რომ არის ამ რეგიონიდან, მესხეთიდან, ამას მე მგონი ჭეშმარიტება ეს. ახლა რატო ადარებენ მაინც და მაინც ხაჯეთის ციხეს, თმოგვის ციხეს. ახლა წერს მაგალითად ნესტან დარიჯანი ტარიელს, წერილს წერს. და იქ არის ასეთი რამ, რომ ხაჯნი არიან და ცხოვრობენ აქო და ხაჯები ვერ გაიგეს, ახლა ვინ არიან, ხო? ტარიელმა ვერ გაიგო და ვერ გაიგეს სხვებმაც რა ვინ არიან ხაჯები. ხაჯნი არიან ჩვეულებრივ ძე ხორციელნი, რომლებიც ყლდეს მინდობილნი და გამოქვაბულებში ცხოვრობენ. თუნდაც ციხე არის მართლა ასეთი მცირე რაოდენობით გამოკვეთილი კლდესისა. ესე იგი, იმას ნიშნავს, თუნდაც ციხე შეუვალი ციხე იყო, რომ მე-10 საუკუნეში არაბებმა ვერ შეძლეს მისი დაპყრობა. ხლა შეეხება შემდეგში ბჭობას იმისა, რომ როგორ შეიძლება დაიპყროთ მოგვის ან ისა ხაჯეთის ციხეო. და იქ ავთანდილი თავის გეგმას ადგენს, ფრიდონი თავის გეგმას და ასე შემდეგ ბოლოს ტარიელი ამობს, რომ 100 ციხეს აქვს 3 შესასვლელი და ვაჭრის ფორმაში გადავიცმევთ და ასე შემდეგ შევალ და ასე შემდეგ და ამ გეგმამ სწორი ისქნა, რა ქვიან,
შეშმარიტება გამონდა მართლა შევიდნენ და ესე იგი მოგვის ციხე ანუ ხაჯეთის ციხე აიღეს და გაანთავისუფლეს ნესტან დარეჯანი. შევდივართ უშუალოდ ტერიტორიაზე და იქ გვიამბოთ აი მის შესახებაც. მიწისძვრის შემდეგ მე-13 საუკუნის დასასრულს და მე-14 საუკუნის დასაწყისში ბექა ჯაყელის ბრძანებით სამცხის მმართველის, მესხეთის მმართველის ბექა ჯაყელის ბრძანებით გვირაბის ნანგრევებზე და ოთახთა ანსამბლის ნანგრევებზე შენდება ორსართულიანი სამრეკლო თავისი ორნამენტებით. სამრეკლო გუმბათოვანი ყოფილა. მაღლა ზარი ყოფილა ჩამოკიდებული. შახთამაზის ისტორიკოსის ჰასან ბეგ რუმლუს ცნობით ზარის წონა 70 მანი იყო. ეს მანი არის სპარსული წონა. და ერთი მანი იმ დროისათვის მე-16 საუკუნეში საშუალოდ 3 კილოგრამი იყო. ესე იგი 210 კილოგრამი თუ 70 მანს წერს ეს პიროვნება ისტორიკოსი. ესე იგი დაახლოებით 210 კილოგრამი ყოფილა ზარის წონა, თუმცა თურქული მანი უფრო მეტია. ესე იგი მათ მიერ იქნა გუმბათი მონგრეული სამრეკლოსი, ზარი დამსხრეული და შემდეგში როგორც წერს იგი სპარსეთში წაღებული. და ამჟამად ნაწილობრივ არის რესტავრირებული სამრეკლო მე-20 საუკუნის 70-იან წლებში. აი ხედავთ როგორ ახალი მინაშენი ქვები რომა ეს არის მიშენებული მე-20 საუკუნის 70-იან წლებში, ანუ რესტავრაცია ჩატარებული. ხო, ახლა რატო მაინც და მაინც ამ პიროვნებამ ბექა ჯაყელმა რატო მაირჩია მონასტრის ეს ნაწილი? ესე იგი აქედან მთლიანად და კარგად მოჩავს მთელი ვარძის ოთახთა კომპლექსი. როგორ იმას სივრცეს ქმნის მაგალითად ეს გასასვლელი ოთახთა ანსამბლში. ესე იგი ჩვენ დასავლეთ ნაწილიდან გადავდივართ ულამაზესია. მასთან ერთად ამ სამრეკლოს ასევე სამხედრო დანიშნულებაც კი ჰქონდა. შეეძლო მტრებისათვის გადაეკეტა ცენტრალურ ნაწილში მისასვლელი გზა. გარკვეული ასე ვთქვათ რაღაც გარკვეული დროის განმავლობაში მთლად ასე ვერ მოხდებოდა, მაგრამ გარკვეული დროის განმავლობაში შეიძლებოდა შეეჩერებინა ცვლილობა ამ დამპყრობლების. თუმცა მაგალითად ასე მოხდა იმ დროისათვის, როცა შახთამაზმა აიღო ვარძია. მათ ძალიან სწრაფად მოახდინეს ამ დასავლეთის და ნაწილობრივ ცენტრალურ ნაწილის ესე იგი დაპყრობა იმისათვის, რომ ოთახთა ანსამბლი ძალიან ახლოსაა მიწასთან. მაგრამ ცენტრალური და აღმოსავლეთ ნაწილის დაპყრობა მათ ვერ შეძლეს, მაგრამ მოხდა ის, რომ ღალატის წყალობით მათ შემდეგში შეძლეს ვარძის მონასტრის დაპყრობა. ასეთი იყო ქაიხოსრო მეორე ჯაყელი, რომელსაც ეშინოდა ტახტის დაკარგვის, ანუ სამცხის მმართველობა რომ დაეკარგა. ამიტომ მან ქართლის მეფეს ლუარსა პირველს უღალატა და ესე იგი მან ამ დროს შემოხიზნულია ვარძიაში ქართლის მეფის მომხრე ლაშქარი, ანუ თავადები, ფეოდალები. ამ დროს ხდება ღალატი. აღმოსავლეთ ნაწილში არის ხევი, რომელიც ცნობილია საღალატო ხევით. ისინი გადმოდიან ღამით ამ ხევიდან ოთახთა ანსამბლში, კლავენ გუშაგებს, აღებენ გვირაბს და ღამით შემოდიან და ასე შეძლეს მათ შემდეგში მე-16 საუკუნეში ესე იგი ვარძის მონასტრის დაპყრობა. თუ არა ესე იგი ღალატი თავისთავად ცხადია, სპარსელები ვერ შეძლებდნენ იმ ცენტრალურ ნაწილის და აღმოსავლეთ ნაწილის დაპყრობას. და ამიტომ მე ვთქვი, რომ სამრეკლოს გარკვეული სამხედრო დანიშნულება ჰქონდათ იმ დროისათვის. ეს არის ბერების საერთო სასადილო, ანუ სატრაპეზო. უკან არის სკამები, წინ მაგიდა, ანალოგი სკამები, წინ მაგიდა. ესე იგი ბერები როცა ჭამდნენ პურს, ზურგშექცევით არიდნენ და უყურებდნენ პირისპირ ერთმანეთს. ეს შუა ცეცხლია, კერია. სატრაპეზოს ოთახი გვიან პერიოდში არის შექმნილი, ანუ საცხოვრებელი დარბაზი არის გადაკეთებული
სასადილო სატრაპეზოს ეს იმ დროს როცა სამცხის მმართველი იყო ივანე ჯაყელი. ივანე ჯაყელი 1391-1454 წლებში იყო. ესე იგი მას ვარძის მონასტერში, ანუ ამ მონასტერში აუშენებია ბერებისათვის სასადილო სატრაპეზო. და აქ გადაკეთების კვალიც კი ემჩნევა ამ ოთახს, რომ ოდესაც საცხოვრებელი ფართი იყო ეს ოთახი. ვარძია მე-16 საუკუნის ბოლოს ყვეთს არსებობას. შემდეგში ვარძია მიტოვებულია, მიგდებული და შემდეგში მოდიან აქ თურქი მწყემსები და ვარძიის ოთახთა კომპლექსი მათ საქონლის სადგომად აქციეს და როგორც ჩანს შემდეგში თურქი მწყემსების მიერ გაკეთებული ეს ღრმულები, სადაც ისინი ცეცხლს ანთებდნენ. ამიტომაა რომ ვარძიაში ყველა ოთახი არის ასე გაშავებული, შებოლილი. თურქი მწყემსების მიერ არის შებოლილი და გაშავებული. ასე რომ თურქმა მწყემსებმა პირწმინდად აოხრეს და გაძარცვეს ვარძიის მონასტერი. და დღემდე არის შემორჩენილი ვარძიაში მხოლოდ ცარიელი შებოლილი ოთახთა ანსამბლი და შემთხვევით ამ დამპყრობლებს გადაურჩათ მთავარ ტაძარში უნიკალური მხატვრობა მე-12 საუკუნის. მონასტერს ჰქონდა წყალსადენის სისტემა. აქედან 3 კილომეტრ-ნახევრით არის დაშორებული ზედა ვარძია. ზედა ვარძია ზემოთ მდებარეობს მე-11 საუკუნის ძეგლია. ესე იგი მე-11 საუკუნეში არსებობდა დასახლებული პუნქტი, არსებობდა ძეგლი ვარძია, რომელსაც ჩვენ ამჟამად ზედა ვარძიას ვეძახით. ზედა ვარძიაში ღვთისმშობლის სახელობის პატარა დარბაზი ეკლესია შემორჩენილი. ამჟამად ზედა ვარძიაში ცხოვრობენ დედები, დედათა მონასტერია. ადე ტაძარს ორი ფოლადის კარი, რკინის კარი ჰქონია. მე-16 საუკუნეში სპარსელების მიერ წაღებული სპარსეთში, ასე წერს შაჰთამაზის ისტორიკოსი. შემდეგში კარები მე-19 საუკუნეში აღდგენია, ანუ მე-19 საუკუნეში აქ აღდგა სამონასტრო ცხოვრება ვარძიაში. და 1928 წელს მოკლეს უკანასკნელი ბერი ვარძისა და გაძარცვეს მონასტერი. და 28 წლის შემდეგ სამონასტრო ცხოვრება წყდება ვარძიაში. კარები არის ზუსტად მე-19 საუკუნის და თავისი ურდულით რიცაც იკეტებოდა კარები. აი ნახეთ როგორია. ასე რომ ვერანაირად ვერ შემოხვალ თავარ ტაძარში და ვერ მოხვდები. აი კარების ზემოთ არის წარწერა. შეხედათ? ის რაც მე ვახსენე რომ ესე იგი ივანე ჯაყელის მიერ აშენებული ბერების საერთო სასადილო, ანუ სატრაპეზო. და ვისაუბრე მე სხვადასხვის მხატვრობაზე, რომ მე-20 საუკუნის 70-იან წლებში მოხდა ამ ფრესკების კონსერვაცია, არა რესტავრაცია, კონსერვაცია, რესტავრატორ მხატვრების მიერ გაწმენდილი და შემდეგში თაბაშირით რომ არ ჩამოცვიდეს ბათქაში. და იმ დროისათვის იყო ასეთი მეთოდით კონსერვაცია. დღეს მაგალითად სხვა უფრო უკეთესი მეთოდებია ასე იგი კონსერვაციის გაკეთების. მოხატულია განკითხვის დღე. ხედავთ ზემოთ მოხატული ადამიანთა ჯგუფები. ისინი არ განისაზღვრებიან რა წოდების არიან. ისინი მოდიან, მოემართებიან ორფანჯრის შუა ნაწილში მოხატულია ძველი სასტორი. თეფშებზე ჩამოკიდებული სასტორი. 64-ის კარი, ბაღი, აბრაამი, ყრმა იესოთი ღებულობს 64-ში მოყოლილ ხალხს. ბატონო, რა მოგუყვეთ ამ ტაძრის შესახებ ისტორია და ძალიან ცნობილი თამარ მეფის ფრესკის შესახებაც რო გვიამბოთ. ისტორიულ წყაროზე ვახდენთ ჩვენ ასე ვთქვათ ციტირებას, რომ ამ თავარ ტაძარში იყო 4 დიდი სანთელი და თითოეულ ცვილი სანთელი, თითოეულ სათნის წონა 60 მანი იყო. ჩვენ დავამსხვრეთ საკურთხევლის წინო ვაწამეთ 20 ბერები, რომლებიც შემთხვევით გადარჩნენ ცოცხალნიო. შემდეგში ხდება ხანძარი ამ ტაძარში და ხანძრის შედეგად შეიბოლა მხატვრობა და მათ მიერ იქნა და სხვადასხვა დამპყრობლების მიერ იქნა დაზიანებული ამ თავარი ტაძრის მხატვრობა ფრესკები. აი წერს რომ ესე იგი საკურთხეველში იყო ღვთისმშობლის ხატი, კერპს წერს მაგალითად, როგორც ჩავს უნიკალური ასე ვთქვათ ხატი იყო, რომელსაც ოქრო ჩარჩო ჰქონდა და თვალები ძვირფასი ქვების ლალების და მასთან საკურთხეველში შესასვლელში მდგარა ოქროს კარები. ეს ყველაფერი და კანკელი მასთან თავარი ტაძრის დიას წაღებული სპარსელების მიერ
ჩვენ არც ხატების ბედი ვიცით, იმ უნიკალური ხატების ბედი და არც თავარი ტაძრის კანკელის ისტორია ვიცით. გაქრა უკვალოდ ის ხატების და ის კანკელები და ყველა ძვირფასეულობა, რაც მე-16 საუკუნეში სპარსელებმა აქედან წაიღეს. თავარი ტაძარი ნაკურთხია ღვთისმშობლის მიძინების სახელზე 1185 წელს. საერო პიროვნება, რომელიც წმინდანად არაა შერაცხული, ვედრების პოზაში, ხედეთ, ეს არის ქართლის ერისთავთერისთავი რატისურამელი. რატისურამელმა მოიწვია მხატვართა ჯგუფი გიორგი მხატვარის ხელმძღვანელობით და მისი სახსრებით მოიხატა მთავარი ტაძარი და საპატისაცულოდ რატისურამელი მთავარ ტაძარში მოხატეს. რატისურამელი არის მე-12 საუკუნის პიროვნება, თამარის დროის მოღვაწე. უცნობი წმინდანი მეომარნია, ხედრებია მოხატული, ვინ არიან ჩვენთვის არაა ცნობილი. უცნობი წმინდანი, ზემოთ უცნობი წმინდანი და ასე შემდეგ. ღვთისმშობლის მიძინება, ეს ფრესკა, კარების ზემოთ სულის წმინდის მოფენა, ქრისტეს სათამაღლება. ზემოთ ორი ფრესკა დაზიანებული, ნათლისღება და მირქმა. ხოლო ჩრდილოეთ კედელზე ამ თაღის ზემოთ საიდუმლო სერობაა შესრულებული, ზემოთ ფერისვალება. ამ თაღის ზემოთ ფეხთ ბანა წმინდა ლაზარეს აღდგენება, ხოლო სამხრეთ კედელზე კარების ზემოთ ხელთუქმნელი სახე მაცხოვრის წმინდა ნინო ჯვრით ხელში, რომელსაც საქართველოში ქრისტიანობა გაავრცელა. ფანჯრებში წმინდა მეომარნია მოხატული, ხოლო ზემოთ ჯვარცმაა შესრულებული. ხოლო აღმოსავლეთ ნაწილში, ანუ აფსიდაში, კონქში ღვთისმშობელია მოხატული. გვერდებზე მთავარანგელოზები დგანან, მიქაელი და გაბრიელი. ესე გიორგი მხატვარი უნიჭიერესი მხატვარია. მან სპეციალურად შეარჩია ჩრდილოეთი კედელი ტაძრის და ჩრდილოეთ ნიშაში კედელზე თლიანი ტანით მოხატა ვარძის ქტიტორები, ანუ მშენებლები. გიორგი მესამე და თამარი. თამარს ხელთ უყრია მაკეტი, მოდელი მთავარი ტაძრის როგორც მშენებელი ქტიტორი. ყინცვისში, ბეთანიაში და ბერთუბანში თამარი მოხატულია გათხოვების შემდეგ. ტრადიციის თანახმად გათხოვების შემდეგ ქართველი ქალები მანდილს ატარებდნენ ყბის ქვეშ შეკრულ საყბეურ გაკეთებულს. მაგრამ აქ შეხედეთ, თამარი ასეთი ფორმით არაა მოხატული. აქედან ცნობი რომ ვარძიაში იგი ჯერ კიდევ ახალგაზრდა გაუთხოვარია მოხატული. ხოლო მამა გიორგი მესამე სიკვდილის შემდეგაა მოხატული. საიდან ვადასტურებთ რომ გიორგი მესამე სიკვდილის შემდეგაა მოხატული. გიორგი მესამის სახის წინ კედელზე და თამარის სახის წინ კედელზე არის ჩაწერილი ასოთარული ასოები. ძალიან ცუდად ჩავს ეს ასოები. მაგრამ თუ დავასველეთ, ანუ კარგად დავანათებ, რაც არ შეიძლება, შემდეგში გამოსდება ეს ასოები და მისი ამოკითხვა შეიძლება. აი მაგალითად თამარის სახის წინ კედელზე ასეთი წარწერით: ყოვლისა აღმოსავლეთისა მეფეთა მეფე, შვილი გიორგის თამარ, რომელი მრავალ ჟამლობმცა. ეს სიტყვა რომელი მრავალ ჟამლობმცა აღნიშნავს რომ დიდხანს მეფობას და სიცოცხლეს უსურვებენ თამარს. ხოლო გიორგი მესამის სახის წინ ასეთი წარწერით: ყოვლისა აღმოსავლეთისა მეფეთა მეფე გიორგი, ძე დემეტრე მეფეთა მეფისაი. და მის სახის წინ არ წერია კედელზე სიტყვა მრავალ ჟამლობმცა, რაც იმას ნიშნავს რომ აღარ უსურვებენ მეფობას და სიცოცხლეს გიორგი მესამეს. და აქედან ვადასტურებთ რომ გიორგი მთავარ ტაძარში მოხატულია სიკვდილის შემდეგ. როდის მოიხატა მთავარი ტაძარი? ჩვენთვის არ არის ცნობილი, მაგრამ ამ ფრესკის საშუალებით შეგვიძლია დავათეარიღოთ, როდის მოიხატა მთავარი ტაძარი. მე ვთქვი რომ გიორგი მესამე სიკვდილის შემდეგაა მოხატული, თამარი ახალგაზრდა გაუთხოვარი. ესე იგი გიორგი 1184 წელს კვდება, ხოლო თამარი 1186 წელს გათხოვდა მხატვრობა მთავარ ტაძარში, არის შესრულებული 1185-86 წლებში. ისინი თლიანი ტანითაა შემობრუნებულნი და ევედრებიან ღვთისმშობელს წიაღში კალთაში ყრმა იესოუზის მაღლა მოხატულია ანგელოს ფარველი. ძალიან დიდი მადლობა ასეთი საინტერესო საუბრისთვის. დარწმუნებულია რომ ჩვენი მაყურებელი ნამდვილად ძალიან საინტერესო ფაქტებს გაიცნობა თქვენი მეშვეობით. მიყურებს შემდეგში ყველა იმ
ადამიანებს. ჩვენ ახლა მთავარ ტაძარს ვტოვებთ და გავდივართ უკვე ვარძიის სხვა ადგილების დასათვალიერებლად. ხალხის დიდი რაოდენობით მოზღოვებამ გამოიწვია ის, რომ ესე იგი იძულებულნი იყვნენ ბერები, რომ გადაეკეტა წყალი, იმიტომ რომ ისე მცირე რაოდენობითაა იქ წყალი და შეიძლება ახლა დღეში მოვიდეს თქვათ 500, შეიძლება 600 კაცი, შეიძლება 1000 თქვათ მაგალითად, ხო? იმიტომ თითოეულმა ადამიანმა ერთი ჭიქა წყალის რომ დალიოს, ხო? ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ბერები, რომლებიც აქ ცხოვრობენ, წყლის გარეშე დარჩებიან. როგორც ბატონმა ლევანმა აღნიშნა, ნებისმიერი დამთვალიერებლისთვის სამწუხაროდ ამ წყალზე ჩასვლა არის შეუძლებელი, თუმცა გადაცემა გულის სახელისთვის არის დაშვებული გამონაკლისი, ასე რომ შეგვიძლია შევიდეთ ერთად, ვნახოთ და მე მგონი ერთი ჭიქა წყალი რომ მივირთვათ, ამით არაფერს არ დავაშავებთ. ეხლა ჩვენ გავივლით პატარა გვირაბს და მინდა აქ ჩვენს მოყოლებელს უთხრა, საკმაოდ ცივა, აქ არის საკმაოდ დაბალი ტემპერატურა, ეხლა უნდა ვკითხო ბატონევას, რამდენი გრადუსი იქნება ამ ადგილას. ბატონო ლევან, რამდენი გრადუსი არის დაახლოებით ეხლა, იმიტომ რომ რაღაც სიცივე ვიგრძენი. დაახლოებით 15-დან 18 გრადუსამდე. ხო, მაგრამ ზამთარში რომ შემოხვიდე აქ, მეტი სითბოა ვიდრე ეხლა. ანუ მეტი სითბოა ზამთარში, ხო. აქ მინდა მაყურებელს გაუზიაროთ ჩემი ემოციები. პირველად ვარ ესეთ გარემოში და ყველაზე მეტად მიხარია ის, რომ გადაცემა გულის სახელს ერგო პატივი დალიოს სწორედ ეს წყალი და ასევე ჩავიფიქროთ სურვილი, რომელსაც მე თქვენ აუცილებლად დღეს უკვე გაგანდობთ. შემდეგში მიყვრენ ამ წყლის კვალს და აქ ნახეს წყალი. და მივიდივართ ჩვენ ახლა ამ წყალთან, ხო? სიგი წყალი იქ არავით არის, თიხის მილები არ არსებობენ. მაგარია. ხედავთ როგორ არის გამოხრეტილი კლდეში, ნახეთ? დიახ. აი იქიდან ჩამოიჟონება წყალი. მცირე რაოდენობით, აი ხედავთ როგორ კედელზე როგორ ცრემლები ისე ეტყობა. ნაწილი ამას თამარის ცრემლებს ეძახის. და ბატონო ლევან, ანუ მხოლოდ ამ წყლით საზრდოობენ ბერები? მხოლოდ ამ წყლით სარგებლობენ ამჟამად მაცხოვრებელი ბერები, აქ მაცხოვრებელი ბერები. ხო, ესე იგი, დღე-ღამეში 52-დან 55 ლიტრამდე გამოიჟონება კლდის ფენიდან წყალი. ეს აგი 5 ვედროზე ცოტა მეტი. ნამდვილად ეხლა უკვე მივხვდი მიზეზს, რატომ არის ჩაკეტილი ეს კარი. ჩვენ ამ საგუბარს არ მოაკლებთ არც ერთ ვედრო წყალს. იგი შეივსობა 70 სანტიმეტრამდე. როცა წყლის დონე 70 სანტიმეტრია, შემდეგში მოქმედებს ზიარი ჭურჭლების კანონი. ემატება და აკლდება. ესე იგი, ამჟამად არსად არ გადის წყალი, იმიტომ რომ მცირე რაოდენობითაა საგუბარში წყალი და როცა იგი 70 სანტიმეტრზე ადის სიღრმე, შემდეგში გაიჟონება და გადის. ანუ უკვე ამ კაიდან გადის, საიდანაც ზუსტად მოაგნეს, ხო და ნახეს. იქით სადღაც დაბლა ოთახებში სინესტეს სისველი შეიმჩნევა, ეს იმას ნიშნავს, წყალი სადღაც გადის აქედან. რადგან არსებობდა აქ წყალი, აქ შეიძლებოდა სამონასტრო ცხოვრება და წყლის სიახლოვეს თამარის ბრძანებით იქნა აგებული მოხატული მთავარი ტაძარი. თავისთავად ცხადია, ეს წყალი არ აკმაყოფილებდა მონასტრის მოთხოვნილებას. და ამიტომ მათ დამატებით ჰქონდა წყალსადენის სისტემა და მე აღნიშნე, რომ ზედავარდიდან დიდი რაოდენობით მოიდინებოდა წყალი. ისე რომ ბერები, რომლებიც ცხოვრობდნენ ვარძიაში, მათ პრობლემა არ ჰქონდა წყლის. თამარის ცრემლებად წოდებული წყალი, ესე თქვი რა. ხედია, ნაწილი ამ თამარის ამ წყალს თამარის ესე იგი ცრემლებს ეძახის. ნაკელი უკვდავების ნაწილი მაგალითად მოსწავლეები უფრო ხშირად სურვილს ჩაითხოვენ და სვავენ შემდეგში ასე იგი წყალს, მაგრამ ფიში უნდა ახსენოთ დულით და სულით ვარძის ღვთისმშობელო შეგვეწიე და შემდეგში უნდა შესვათ წყალი. ვარძის ღვთისმშობელო შეგვეწიე და აქვე მე მინდა თამარის ცრემლებად წოდებულ წყალს ჩაუთქვას სურვილი, რომ ყველა ქართველი ემიგრანტი დაბრუნებოდეს საქართველოს და ყველანი ერთად ძალიან მაგრად დავდგეთ და ჩვენი ქვეყანა იქნება დარწმუნებული ვარ ერთიანი და ყველაზე მაგარი რაც კი შეიძლება მსოფლიოში იყოს. ასე რომ იმედი მაქვს ეს სურვილი აგვისრულდება. დიახ. ამიტომ რომ არ ყოფილიყო საერის უკმარისობა, საინფლიაციო გვირაბების კი ამოჭრილი. ამიტომ მე ვთქვი რომ ვარძიაში ყველა კომუნიკაცია არსებობდა, ასე საინფლიაციო გვირაბებით. ესე იგი ცირკულაცია ხდებოდა ასე.
ესე იგი გვირაბის 11-მეტრიანი გვირაბი გვირაბი გადის იქეთ და უერთდება მერვე სართულზე ამავალ გვირაბს და ამიტომ თქვი რომ ცირკულაცია ასე ხდებოდა ჰაერის და როგორი ღრმულია ახლა უბრალოდ მიწითაა შევსებული. ესე იგი ქუსლიანი კარები ყოფილა. ქუსლიანი კარები რას ნიშნავს? ესე იგი მხოლოდ ქუსლზე ბრუნავს ეს ისა გვირაბი ის რა ქვიან კარები. აი ასე შეიძლებოდა ისა გაღება და მისი დაკეტვა. ასე რომ შეიძლებოდა გახიზნა ასე ვთქვათ ამ გვირაბში და ამ გვირაბის ქვის კარებით ჩაკეტვა. სწორედ ეს არის ადგილი, სადაც საუკუნეების წინ გუშაგი ჩასაფრებული ელოდებოდა მტერს და შემდეგ უკვე მოსულ მტერს შუბით კლავდა. აი სწორედ ამ ადგილიდან, ესე მე არ მოგცემ მწუხაროდ შუბი, მაგრამ ეს ჩაასწობდა ხოლმე ჩვენს მტერს. ჩვენი გადაცემა მართალია ეძღვნება ქართულ ემიგრანტებს, მაგრამ ვისაც დახურული სივრცის შიში აქვს, შეუძლია სწორედ ამ გადაცემას უყუროს, იმიტომ რომ ეს მათთვის ნამდვილად შოკი იქნებოდა. ჩვენ უკვე ამოვედით მეოთხე სართულიდან ვარძიაში მერვე სართულზე და შეგვიძლია დავათვალიეროთ ახლა აქ ყველაფერი რაც ხდებოდა, როგორც ხდებოდა. ისე რა საინტერესო არის, აქ თუ შეძლებდნენ 21 საუკუნეში დაბადებული ადამიანები და იმ ცივილიზაციას ნაზიარები ადამიანები ცხოვრებას, რომლებიც ახლა არსებობენ და არიან, მე მგონი ძალიან გაუჭირდებოდათ. ევროპაში ციხე-დარბაზებს როგორ იმარშვებოდნენ, ხო, იმ თხრილს უკეტებდნენ, წყლის თხრილს და ერთი შესასვლელი იყო ამ ციხე-დარბაზში. ის იხსნებოდა ასე და იკეტებოდა. აი ანალოგით აქაც როგორ იყო. ხედავთ აქ სად იყო ჩასმული ეს ისე რა ქვიან, რომ დაეხურათ თლიანად ეს კარები და ვერანაირად ვერ ამოხვიდოთ ზემოდან თუ ამას ვერ ახსნით. საკმაოდ რთული ჩასასვლელია, მით უმეტეს, როდესაც კუკუნითი სიბნელია, მაგრამ აი რა ვიცი რა, მართლა ძალიან დიდი ემოციები თვარ, ფაქტობრივად ისიც როგორი მომენტია, აი სადაც დავდივართ ხოლმე მაგალითად სათაფლიაში ვიყავით, პრომეთეს მღვიმეში, სვანეთში, უამრავ სხვადასხვა ადგილას ვიყავით. ყოველთვის ვარ ხოლმე იქაური გარემოთი ახტაცებული და აიშტირებული და მე პირადად მართლა ძალიან მიჭერს რომ გამოვყო საქართველოში რომელი კუთხე და რომელი ისტორიული ძეგლი არის ესეთი ყველაზე საუკეთესო. ყველა ძალიან მაგარია და რაც თავარია ყველა ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული. სწორედ ეს არის ადგილი, სადაც რამოდენიმე ბერი ცხოვრობს, დღესაც ვარძიის სამონასტრო კომპლექსში. სამწუხაროდ ბერების საცხოვრებელში შესვლა ჩვენთვის დღევანდელ დღეს არის შეუძლებელი, მაგრამ გარედან მაინც გიჩვენებთ იმ ადგილს, სადაც თუ არ მეშლება 5 ან 6 ბერი ცხოვრობს. ვარძიაში ძალიან მრავალი მარანია მოწყობილი. აი ნახეთ. ანუ ეს იყო ქვევრი. ქვევრები იყო, დიახ, და ეს დამსხვრეული შემდეგში დამპრობლების მიერ და ძირია დარჩენილი ამ ქვევრების. სადაც იყო ესე იგი, რა ვთქვა, ქვევრები. აქ არის დიდი გრანდიოზული ქვევრები, ტევადობა უკანასკნელი 950 ליტრია და არის უდიდესი და 1 ტონა და 700 ლიტრის. ამ რეგიონში ხარობს ძალიან კარგად მესხური ჯიშები, რომელიც უძლებს კლიმატურ პირობებს, არის ვთქვათ ლალისფერი ღვინო, არის თეთრი ღვინოც კი, თეთრი ჯიშის ყურძენი და არის მუქი, ასე ვთქვათ, ჯიშის ყურძენის კი. ვარძის სამეფო მამათა მონასტერს შეწირული სოფლები ჰქონდა, როგორც ამ რეგიონში, ჯავახეთში, მაგალითად, სხვადასხვა რეგიონში, თრიალეთში, ქართლში და ასე შემდეგ. და ეს მოსახლეები უხდიდნენ აქ მაცხოვრებელ ბერებს სამონასტრო გადასახადს. ხადრე იყო ის არ რკინის კარი ის რა ქვია რკინის კიბე შეიძლება დასვლა მაგრამ იმიტომ მოხსენეთ იმიტომ რომ შემდეგში მნახველებმა ექსკურსანტებმა ნგრევა დაიჭეს თახჩების და ამიტომ მოხსენეთ რომ არ დაენგრიათ. არ დაიწყოთ არაფრის ნგრევა მტრევა ააშენეთ ხალხო ისწავლეთ შენება. ხო ესე იგი აქ არჩავს ახლა ჩვენ რადგან სიბნელი არაჩავს ის თახჩები ზემოთ დაახლოებით 223 პატარა უჯრა თაროა. ეს იმას ნიშნავს რომ ესე იგი შეიძლება 223 სახის წამალი წოდნოდათ ბერებს და იქვე არის დიდი ნიშა სადაც სამედიცინო წიგნი კარაბადინი ედგა.
იდო იმ დროისათვის ასე თქვათ ქირურგია მაღალ დონეზე არ იყო განვითარებული, თუმცა რაღაც ისინი არსებობდა იმ დროისათვის. თუმცა იმ დროისათვის მე-18 საუკუნეში სტომატოლოგიაც კარგ მდგომარეობაში. იყო ასეთი ისა მაღალ დონეზე არა, მაგრამ იყო განვითარებული. უფრო მეტად თერაპიული ისინი იცოდნენ, თქვათ და ასე მკურნალობად. ნებისმიერ მაყურებელს დაებადება კითხვა, მით უმეტეს, როდესაც ჩვენ ვერ გიჩვენებთ აფთიაქში განთავსებული პატარ-პატარა უჯრები, სადაც მედიკამენტებს ინახავდნენ და საიდან მტკიცდება ეს ფაქტი, რომ აქ სწორედ აფთიაქი იყო, ამ კითხვაზე პასუხს ისევ რა თქმა უნდა ჩვენი მეგზური ბატონი ლევანი გაგვცემს. მე კი ჩვენს თითოეულ მაყურებელს მინდა ძალიან ვთხოვო, რომ მსგავს ფაქტებს ნუღა ჩაიდენთ, ნუღა დაიწყებთ ნურაფრის მოძრობას, დანგრევას, დაშლას, თორემ მე ისევ ზარალდებით ადამიანებს რომლებსაც გვინდა რომ რაღაც გიჩვენოთ და აღარ არის კიბე რომ ავიდეთ და გადავიღოთ. ამიტომ ყველას გთხოვთ რომ უფრო მეტი ვაშენოთ, გავუფრთხილდეთ ჩვენს სამშობლოს და რა ვიცი, ნუ დავაზარალებთ ჩვენს თავს და ჩვენს ქვეყანას. მაგალითად აფთიაქში როგორ ისინია, ასეთი პატარა თახჩებია შემორჩენილი, ასეთ ნიშებია და სხვადასხვა ზომის ნიშები. ეს იმას ნიშნავს რომ ესე იგი სხვადასხვა სახის წამლები წოდნოდათ. ახლა იმ დროისათვის მაგალითად აკადემიებში ისწავლებოდა არა მხოლოდ თეოლოგია, არამედ ისწავლებოდა ისტორია, მათემატიკა, ფილოსოფია, ასტრონომია, ისწავლებოდა მასთანთან მედიცინა. ასე რომ ბერები, რომლებიც ვარძიაში ცხოვრობდნენ, იმ დროისათვის ფრიად განათლებული ბერები იყვნენ, რომლებიც მედიცინაში ერკვეოდნენ. ახლა საიდან მტკიცდება, რომ იყო აფთიაქი? ნაწილი მკვლევარების უარყოფდნენ აფთიაქის არსებობას ვარძიაში და ამტკიცებდნენ, რომ განძის შესანახი იყო, ანუ ოქროს შესანახიო. მაგალითად, მე-13 საუკუნეში შუა აზიაში შეიქმნა ხორეზმის სამეფო. მუჰამედი და მისი შვილი ჯალალედინი, რომელმაც საქართველოს და პირადად თბილისი აოხრა. აი ასეთ ამ სულთნებს ასეთ პატარა თახშებში, ნიშებში ოქრო ჰქონდათ, განძი ჰქონდათ შენახული. და ამიტომ ნაწილი მკვლევარები ფიქრობდნენ, რომ ეს იყო განძის შესანახი, ოქროს შესანახი, მაგრამ როცა კლდის სინჯი აიღეს და გასინჯეს, აღმოჩნდა რომ ბალახებისაგან დამზადებული მალამოები, წამლები ინახებოდა აქ და აქედან მტკიცდება რომ ეს იყო აფთიაქი, არა განძის შესანახი. მინდა ჩვენს მაყურებელს უთხრა რომ საკმაოდ დიდი გვირაბი გამოვიარეთ, რომელიც როგორც ბატონო ლევანმა გითხრა, საიდუმლო გვირაბი იყო, ამინდიც გაფუჭდა, როგორც ხედავთ წვიმს, გამოვახციეთ მდინარის პირას. უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ასეთი საინტერესო საუბრისთვის და ვიდრე დაგემშვიდობებოდეთ, მანამდე მინდა გკითხოთ რა არის თქვენი გულის სახელი, ჩვენს გადაცემას სწორედ ასე ქვია. სამშობლოს სიყვარული. ძალიან კარგი, გემშვიდობებით, საუკეთესო სრულებით და გისურვებთ რომ ჩვენი სამშობლო ყოფილიყოს მუდამ კარგად. მადლობს. როგორც ხედავთ, ამინდი გაფუჭდა, მე უნდა დაგემშვიდობოთ საუკეთესო სრულებით. ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით ზუსტად ერთ კვირაში შაბათს მედია პორტალ goga.gg.com-ზე და ასევე თქვენ შეგიძლიათ ჩვენი გადაცემები უკვე იხილოთ ტელეკომპანია თრიალეთის ეთერში 22 საათზე. ქართველ ემიგრანტებს კიდევ ერთხელ ძალიან დიდი სიყვარულით მოგიკითხავთ და გისურვებთ ქვეყანაში მალე დაბრუნებას. აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ შეგიძლიათ შემობრძანდეთ ჩვენი Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე, ქართული შრიფტით აკრიფოთ გადაცემა გულის სახელი, მოიწონოთ ჩვენი გვერდი და მოგწეროთ ნებისმიერი საინტერესო შეტყობინება ჩვენ თითოეულ მათგანს გავიცნობით ძალიან ყურადღებით და შევეცდებით, რომ თქვენი რჩევები და თხოვნები გავითვალისწინოთ. შემოსული არის უკვე რამოდენიმე ათეული წერილი, რისთვისაც თითოეულ ქართველ ემიგრანტს მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ, იმიტომ რომ ძირითადად შემოსული წერილები ეხება ჩვენს იმას რომ გვისურვებთ წარმატებას და არც ერთი არ არის ფაქტობრივად ისეთი უარყოფითი წერილი, რაც მე უფრო მეც სტიმულს მაძლევს და ამისთვის თქვენ ძალიან დიდი მადლობა. მინდა დღევანდელი გადაცემისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადო ჩემს ოპერატორებს, რომლებმაც შესანიშნავად იმუშავეს და იწვალეს, დავით და გიორგი ორაგველიძეებს. გემშვიდობებით ზუსტად ერთი კვირით. ნახვამდის.